პირველი კერძი სტუდიაში. ყველა თავის ვლოგებში ილაპარაკებს რა. ინდური კერძები რომ მიყვარს, მარიამსაც რო შევაყვარე და გასინჯა უკვე ჩემი გაკეთებული მრავალი ინდური კერძი. ახლა მარიამი შეადერებს რესტორანში გამზადებულ ინდურ კერძს და ჩემ გამზადებულ ინდურ კერძს. ნახოთ საბოლოო ჯამში რა ქულებს დაუწეს და ვისი ჯობი. ხმა გაიკმინა. ობიექტთან მშობლობა გვიცნეს და აღფრთოვანდნენ ჩვენი აქ მოსვლით და ძალიან გაუხარდა, ძალიან გვიყურებთ და გიყურებთ და ასე შემდეგ და ძალიან გამიხარდა. მაინც ალაპარაკდა და აჭიქჭიქდა არ მოსალა არა. თუ არ დაგიდო ნახო. მინდა გითხრათ რომ ასე გაფორმებულს პირველად ვხედავ სამოსას. როგორ უნდა ვჭამო არ ვიცი ხალხნო. სოუსი უნდა გავსინჯო. სოუსი არ მოგეწონება. ქართული გემოთი იწყება და მე საერთოდ სხვა გემო აქვს. მაგრამ ერთმანეთს მე მგონი ძალიან მოუხდება. მე სოუსი არის ჭამო. სოუსი არ მოგეწონება და არა ძალიან გემრიელია. ხო, თან ბოლო ვერ გავიგე რა და შიგნით ანუ მართლა ვერ ხვდები. კარტოფილია ძირითადად. მართლა ეს კარტოფილია? ძირითადად კარტოფილია. ანუ ვერ ვიცანი, ოღონ მარტო კარტოფილი ვერ ვიცანი. მაგრამ ძალიან გემრიელია, რაღაც მომეწონა. მე ამა, მე სიამოვნა. ძალიან ცხელი უბრალოდ ხალხმა ვერ ვჭამ ესეც ხელსაჭმელად. რო არ მოგეწონებოდა ეგრევე იტყოდი არ მომწონს რა. ძალიან მომერიდებოდა ხა. ჩქორია. ანუ ყოველდღე ვერ შევჭამდი, მაგრამ შეიძლება რაღაცნაირად ესე მოვიწყინო და მომენატროს. იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული არ გეჭამია ჯერ. რაღაც კონკრეტულ კერძს თუ ერთი პაწაწინა კოვზის ნახევარი ქინძის ჭირდება. შეიძლება ინდურ სამზრელოში იყოს 2 სუფრის კოვზი. ან 8, ან 12, აი ძალიან მძაფრია. ან რომდეს დაუწერდი არ ვიცი. იმიტომ რომ სხვაგან არ მეჭამია პირველად გავსინჯა და ჩემი გემოვნებით თუ უნდა შევაფასო, ვაკულა ან 7.9. სადღაც მას. მე რადგანაც გასინჯული მაქვს, ვფიქრობ რომ 8-ზე მაყო ყველა ვარიანტი არის. ან შენ როგორც კერძის ეფასებ თუ როგორც გემო. როგორც გასინჯული მაქვს, მე როგორც ანუ ორიგინალის, აჰა, ოკეი. რა მე მომეწონა. მომეწონა რა. რაზობრაბებს მაჭმევ. მაგრამ ის არის რომ მე სახურად მომზადებული მაქვს ეს კერძები ნაჭამი და ის ცოტა სხვანაირი არის და უფრო გემრიელი არის. სახური კერძები უფრო გემრიელია, რა თქმა უნდა. სახში აკეთებს. ფერმერი რა შუაში. მოგვეწია კვერცხის ქარიც, ბრინჯი და ჩაპატები. ბრინჯი? ხარზე მასა? ასე სხვანაირი სუნი აქვს შენი გაკეთებულისგან განსხვავებით. ცალსად გავსინჯავ რომ უბრალოდ გემოები გავიგო და მოწონს. ესეც ძალიან მომწონს, შენიც ძალიან მომწონს. მე მგონი ინდური სამზარეულო ხარს. ანუ ხახნო, ისეთი ცხარეა რომ ვეღარ სუნთქავ. ანუ მართლა ცუდად ვარ. ძალიან გემრიელია. ანუ ძალიან კაი უბრალოდ. ანუ სტუმარი მოდიოდა და გავაჩერე. ობიექტ სტუმარი შევუწყიდე. ნუ ვიცი როგორ უნდა ვჭამო, ასე რომ ჭამო ხოლმე ხელი. როგორ ზათუნა ჭამს? მაგრამ მეც ვჭამ. ბოდანო გითხრეს რომ ცხარე გინდა საშუალო ცხარე თუ არა ცხარეო და მე ცხარე უთხარი არ მეგონა ეს თითო იყო. ამის გამო არ დავაკრებ ფულას. შენ თქვი როგორია ჩემთან შედარებით და მე ვთქვი როგორია ზოგადად მე რაც მაქვს გასინჯული იმას. ძალიან დიდი სხვაობაა, იმიტომ რომ აშკარად ეთქვა რომ ნაღდი ინდური რაღაცები აქვს. პირას მიგავს და ბევრი ყვითელი სუნელი აქვს აშკარად, იმიტომ რომ გავყვითილდი მთლიანად. 10-დანაც უწერ ისეთი გემრიელია, აი გემრიელესია ხალხნო. ეს საქართველოში არ მეგონა მართლა არ ველოდე. მე დავუწევ 900. იმიტომ რომ ძალიან კაია, მართლა ძალიან კაია. მეც უწერ. ბევრი მინდოდა და ის ყველაფერი ბევრი მინდოდა. მე მორჩი. ესე გემრიელად რო ვიჭამე ბოლოს მართლა არ მახსოვს ისე მართლა არ ველოდებოდი მეც ესეთ კარგს, მიუხედავად იმისა რომ რესტორანია, მაინც საქართველოშია და არ ველოდებოდი. და რაც ხარ არა ძალიან გემრიელია. ამათ კიდე ის აქვს, ინდური სუნელები აქვს უფრო მეტი, ვიდრე მე მაქვს სახში. მაგაში განსხვავება მხოლოდ მე კი არაფერში. მე კი მორჩი. იმიტომ რომ ძალიან უბრალოდ მინდა უყუროთ მარიამი როგორი ბედნიერი ჭამს. ჩემ თვითები არ ნახ. საჩქარი გაჩქეს. ძალიან საყვარლები არიან ხალხი. ბარემ ობიექტის სახელიც უთხრათ ჩვენს მეგობრებს. რესტორანი არის კუში. კოსტავას ქუჩაზე არის. ხო იცი ვიდეო როგორ მთავრდება. როგორ? ეს ძალიან კაი. მადლობა რომ მიყურებთ და ჩემი გამოწერა და მადლობა რომ მიყურებთ ჩემი გამოწერა და გავიწყდით. მაინც ჩავჭამო.